და აი რამდენად რამდენად და არსებულმა შეხვედრამ პრაქტიკულად ჩვენმა შეხვედრამ პრაქტიკულად დაადასტურა თუ და თქვენს მიერ აღწერმა პრობლემებმა მიუთითა თუ რამდენად დაუბალანსებელი და რამდენად გაუმჭვირვალეა ენერგეტიკაში ეს დიდი ენერგეტიკული პროექტების მართვის პროცესი და რომ არ არსებობს პრაქტიკულად ეფექტიანი მართვის არანაირი მექანიზმი ეს ჩვენი შეფასებით ასევე არის სერიოზული პრობლემა იმისა რომ არ არსებობს ენერგეტიკაში ენერგეტიკული სექტორის განვითარების თანმიმდევრული და კვალიფიცირებული შემუშავებული სტრატეგია შესაბამისად ყველა ეს ენერგეტიკული პროექტი პრაქტიკულად არის ერთგვარი ფრაგმენტული განვითარების პერსპექტივა აქვს არ მოიაზრება ერთიანი სექტორის განვითარების კონტექსტში და შესაბამისად შეუძლებელია იყოს ეფექტურად მართული შესაბამისად პრაქტიკულად სახეზეა შემთხვევები, როდესაც ხორციელდება ეს დიდი ენერგეტიკული პროექტების მშენებლობაზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ პრაქტიკულად არის პრობლემები მშენებლობის პროცესში და იმპლემენტაციის პროცესი არის სერიოზული დაბრკოლების წინაშე, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები არ არის გაზიარებული. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოსაზრება და ხედვა ამ მიმართულებით, რომ არ შეიძლება ასეთი დიდი ენერგეტიკული პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ისინი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გათვალისწინებული იყოს აგრეთვე მათი გამოცდილება, მათი ხედვები, მათი კვალიფიციური ხედვებიც, იმიტომ რომ ისტორიული და გეოგრაფიული კონტექსტი გადამწყვეტი არის პროექტის წარმატებისათვის ჩვენი აზრით და ამდენად გადაწყვეტილების პრაქტიკული აღსრულების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებასაც. და ასევე აუცილებელი და სასაცილო მნიშვნელობის არის კვალიფიციურად და მყარი პროფესიული მხარდაჭერის საფუძველზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არსებობდეს. ეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის კვალიფიციური მომზადება განაპირობებს იმას, უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგ პროექტის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში უკვე იმპლემენტაციის დონეზე აღარ გქონდეს ისეთ კატასტროფალურ საქმე, რომელიც აქ აღწერეს და ჩვენთვის იყო ძალიან უარყოფითად შთაბეჭდილების ქვეშავარი, იმიტომ რომ აი ასეთი შედეგების დაზღვევა შეიძლებოდა უკვე იმ ეტაპზე, სანამ პროექტის მშენებლობაზე იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად რომ მომხდარიყო კვალიფიცურად შეფასებული აი ამ დაზღვევის მომზადება, ეს აი ამის პროგნოზირება უკვე შესაძლებელი იქნებოდა სანამ მშენებლობა დაიწყებოდა და შესაბამისად ავიცილებდით აი ამ კატასტროფას და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აი დღევანდელი სტატუს-კვო რაც არსებობს ენერგეტიკის სექტორში და კონკრეტულად ამ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად შესაძლებელია უფრო მეტი კვალიფიციური და უფრო მყარი პროფესიული მხარდაჭერის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მიღება შემუშავდეს აუცილებლად ენერგეტიკული სტრატეგია და ამ გლობალური ენერგეტიკული ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის კონტექსტში მოხდეს ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება თუ რომელ რეგიონში რომელი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის შესახებ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენი გუნდის დაპირება არის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რომ ჩვენ ვეცდებით, რომ შევცვალოთ ეს სტატუს-კვო და შემოვიტანოთ უფრო მეტი კვალიფიციური ხედვები განვითარებაში და დავაზრიოთ მოსახლეობა ასეთი არაპროფესიული, არაკვალიფიციური, არათანმიმდევრული გადაწყვეტილებებისაგან და მაქსიმალურად ვეცადოთ რეგიონის მოსახლეობის ინტერესების დაცვას. ამავე დროს ჩვენი ხედვა არის, რომ სისტემური მიდგომაც უნდა შეიცვალოს ენერგეტიკის პოლიტიკის მართვის ნაწილში, სამინისტროს მიენიჭოს ენერგეტიკის პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიღების ნაწილში უფრო მეტი კომპეტენცია და ამავე დროს ის მარეგულირებელი ფუნქციები, რასაც სამინისტრო პრაქტიკულად ითავსებს და იმპლემენტაციის ეტაპზე წერება ამ ენერგეტიკული პროექტების გადაწყვეტილების მიღების და იმპლემენტაციის პროცესში ეს რეალობად შეიცვალოს
ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას მიენიჭეს დარგის რეგულირების კომპეტენცია, გაინიჭნოს უკვე მათ ფუნქციები, შესაბამისად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიენიჭოს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადებისათვის კვალიფიციური და კომპეტენტური ორგანო უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო, იმიტომ რომ ეს ასახად ეხება გარემოზე ზეგავლენის შეფასებას და ყველაზე კვალიფიციური პოლიტიკის შემუშავებელი ორგანო უნდა იყოს ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს სამინისტრო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის და ჩვენ ვეცდებით, რომ თქვენგან მიღებული ეს ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოახერხებს უფლებაში უზრუნველყოთ ეს თანმიმდევრული და კვალიფიციური განხორციელება იმ დანაპირების, რასაც აი ამ წინასაარჩევნო ეტაპზე გვპირდებით და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ამ ეტაპზე.